ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების დაგეგმარება საქართველოს რკინიგზის კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მისამართზე კარგო Railway G. გადაზიდვის გეგმის ფორმირებისთვის საჭიროა კლიენტი რეგისტრირებული იყოს აღნიშნულ მისამართზე. სისტემაში შესვლა შესაძლებელია შესაბამისი მომხმარებლისა და პაროლის შეყვანის შემდეგ. რომ დავაფორმიროთ ახალი გეგმა, საჭიროა მენიუს ჩამონათვალიდან გეგმარება ამოვირჩიოთ ახალი გეგმა. ფორმაზე გადასვლის შემდეგ ხედავთ ველებს, სადაც საჭიროა შევიტანოთ გეგმის ფორმირებისთვის საჭირო პარამეტრები. ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდეგ ხილაკით შენახვა ვაფორმირებთ გეგმას, რის შემდეგაც გეგმას ენიჭება შესაბამისი ნომერი. იმისათვის, რომ გეგმა გადავაგზავნოთ საქართველოს რკინიგზაში განსახილველად, საჭიროა დავაჭიროთ ხილაკს გადაგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ გსურს გეგმის ეგრეთ წოდებულ შაბლონად გამოყენება, ხილაკით განახლება, სისტემა გაგვისუფთავებს გეგმის ნომერს, თარიღს, გადაზიდვაში მონაწილე რკინიგზის ადმინისტრაციების ჩამონათვალს და ველებს გახსნის კორექტირების ფორმატში. ამის შემდეგ საჭიროა მივუთითოთ სავალდებულო ველები, შემდეგში დავაფორმიროთ ხელახლა, ან გადავაგზავნოთ საქართველოს რკინიგზაში განსახილველად ახალი გეგმის ნომრით. იმ შემთხვევაში, თუ გეგმა საქართველოს რკინიგზაში არ არის გადაგზავნილი განსახილველად, საშუალება გვაქვს ხილაკით წაშლა, გავასუფთავოთ სასურველი გეგმა. ასევე ფორმაში ვხედავთ ხილაკს ფაილების ატვირთვა, რაც საშუალებას გვაძლევს გეგმას თან დავურთოთ სასურველი ფაილი. იმ შემთხვევაში, თუ გსურს ჩვენს მიერ დაფორმირებული გეგმარების ჩამონათვალის ხილვა, საჭიროა მენიუს ჩამონათვალიდან გეგმარება, ამოვირჩიოთ გეგმას დათვალიერება. ფორმაზე გადასვლის შემდეგ მივუთითებთ პერიოდს, მოვნიშნავთ საქართველოს, შემდეგში ხილაკით ძებნა, სისტემა გამოგვიტანს გეგმის ჩამონათვალს. ცხრილში ვხვდებით გეგმის შესაბამის სხვადასხვა პარამეტრებს. ასევე საშუალება გვაქვს ხილაკით დათვალიერება, სასურველი გეგმა გავხსნათ დათვალიერების ფორმატში. თუ გეგმა არ არის განსახილველად გადაგზავნილი, დათვალიერების ფორმატში შეგვიძლია გავაკორექტიროთ სასურველი ველები. ასევე ხვდებით რეპორტის ნახვა. ხილაკზე დაჭერით სისტემა გამოგვიტანს გეგმაზე დაფორმირებულ PDF ფაილს. ასევე გეგმაში ხვდებით მიბმული ფაილების ხილაკს. იმ შემთხვევაში, თუ გსურს ჩვენს მიერ დაფორმირებული გეგმის ჩამონათვალის სხვადასხვა ფორმატით შენახვა, საჭიროა მენიუს ჩამონათვალიდან გეგმარება, ამოვირჩიოთ ანგარიშები. ვირჩევთ დაწყებისა და დასრულების თარიღს. ვირჩევთ სასურველ ქვეყანას, შემდეგ ხილაკზე დაჭერით სისტემა გამოგვიტანს გეგმის ჩამონათვალს. იმისათვის, რომ ჩამონათვალი შევინახოთ სასურველი ფორმატით, საჭიროა ხილაკზე დაჭერით, ამოვირჩიოთ თუ რა ფორმის გეგმის ჩამონათვალის შენახვა.